არ ვიცი ვის ჭირდება ამის გაგება, მაგრამ არსებობს ვერსია, სადაც ნესტან დარეჯანი არ არის უბრალოდ გამოგონილი პერსონაჟი. და ეს ვერსია თუ სწორია, მაშინ ვეფხისტყაოსანის სიყვარულის პოემა კი არა, შოთა რუსთაველის დაშიფრული აღსარებაა. აღსარება ქალზე, რომელსაც საქართველოს თამარ მეფის სახელით იცნობს. სკოლაში გვასწავლიან, რომ ვეფხისტყაოსანი უბრალოდ ფანტაზიაა. მაგრამ თავად შოთა რას ამბობს? პროლოგში წერს, იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია და კიდევ უფრო უცნაურს ამატებს. მისი სახელის შეფარვით ქვემორე მithქვამს. შეჩერდი და დაფიქრდი. თუ პერსონაჟები ყველანი გამოგონილები არიან ვეფხისტყაოსანში, მაშინ რატომ ახსენებს ვიღაცის სახელს პოეტის შეფარვით? ვინ არის ეს ადამიანი? ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ პასუხი ნესტან დარეჯანში იმალება. მან პოემაში არ არის უბრალოდ ლამაზი ქალი. იგი არის ძლიერი, მიუწვდომელი, გარისხებული ბუნების ადამიანი. ზუსტად ისეთი სახე, როგორადაც შოთა თამარს აღწერს. უწყალო ვითა ჯიქია. შემთხვევითობაა? შეიძლება. მაგრამ აქ ყველაფერი ამით არ მთავრდება. ტარიელი ველად დახეტიალობს, ტირის, სასოწარკვეთილია, ქვეყანას არის მოწყვეტილი. შოთა საკუთარ თავზეც იგივეს ამბობს. აჰაგული გამიჯნურდა, იმხდომია ველთარბელი. ანუ შოთა და ტარიელი ერთსა და იმავე ბედს იზიარებენ. ამიტომ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ ტარიელი შოთა რუსთაველის ლიტერატურული ორეულია. ანუ ტარიელი არის შოთა, ნესტანი არის თამარი და პოემა შესაძლოა იყოს ისტორიული სინამდვილის ნიღაბი. რა თქმა უნდა, არ არსებობს დოკუმენტი, სადაც შოთა პირდაპირ იძახის, რომ დიახ, ნესტანი თამარია, მაგრამ არსებობს შეკითხვა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეცა საბოლოო პასუხი. რატომ გვიმეორებს პოეტი ისევ და ისევ, რომ შეფარვით ყავს ვიღაცა ნაკრები? და თუ ეს მართლაც თამარია, მაშინ შესაძლოა, რომ ყველა ცნობილი სასიყვარულო ისტორია ქართულ ლიტერატურაში ნესტან დარეჯანით არ დაწყებული. ახლა კომენტარებში დაწერეთ, ნესტან დარეჯანი უბრალოდ გამოგონილი გმირია თუ შოთა რუსთაველმა თავის პოემაში თამარ მეფე დამალვა. უგინათ გაიგოთ მეტი შოთა რუსთაველის საიდუმლო ვინაობის შესახებ, მაშინ არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს და ლაიქება და ჩვენი გვერდის გამოწერა.